მოგესალმებით. აი ქარმა გამოუშვა ახალი GPS-ი, როგორც იცით, Pro ვერსია. ეხლა გეტყვით და აგეხსნით თუ რაში არის განსხვავება და რა კომპლექტაციით არის. როგორც ადრე იყო სამხედრო ფერები, იგივე ფერები გამოუშვა პირველი პარტია, ხოლო შემდეგ მეორეჯერ უკვე გამოუშვა აი ესეთ ფერში, რომელსაც მოყვება აი ესეთი კომპლექტაციაში რა არის, ეხლა ნახოთ. სატენი ატვერკა საყელო სიმბარათის ამოსაღები ბოლტები დამატებითი ბოლტები თუ ეს ბოლტები ამას აქვს დამატებითი ბოლტები და წიგნი ამას დავასკანერებთ და აქ იქნება ინფორმაცია გამოყენებასთან დაკავშირებით და აპლიკაციის გადმოწერასთან დაკავშირებით ეს როგორ ჯდება გაჩვენებთ ახლა ჩავდებთ ახლა სიმბარათი იდება პლატა არის ელექტროშოკის კბილების საითაცა იქით მხარეს პატარა მოჭრილი თავი ჩადის ქვემოთ ჩატკაცონდა ესე იგი სწორად არის ჩადებული გავუკეთეთ საყელო მერე შეგიძლიათ უამისოთაც გამოიყენოთ რა თქმა უნდა ეს ამ რეზინში არის ხოლმე შემთხვევა რომ GPS-ი დავარდნიათ ნუ ბეტონზე მაგარზე და ხელიდან დავარდნიათ რამე და შესაბამისად მერე პოზიციონირების რეჟიმს არაჩვენებს სწორად იმიტომ რომ დაზიანდა შიგნით პლატა ან რომელიმე კაბელი არის მომძვრალი ესეთ შემთხვევები ქონიათ შესაბამისად აი ესეთი რაღაცა მოიფიქრეს და გააკეთეს მოსით არაც აი ასე გამოიყურება შემდეგ უნდა ჩავთავ GPS-ი ღია სივრცეში. რო ჩავთავ GPS, ამასობაში გადმოვიწერთ აპლიკაციას. ღია სივრცეში იმიტომ უნდა ჩავთავთ, რომ გააქტიურების დროს კონდეს მიღება კარგი. დახურულ სივრცეში სახში მიღება აქვს ცუდი. ეხლა GPS-ი ჩართული არის. ეხლა ნახოთ მენიუში თუ რა მენიუ გვაქვს ჩვენ. როგორ გამოიყურება რომ გადმოვიწერთ აპლიკაციას აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ ჩვენ ადგილმდებარეობაზე რომ აღიქვას თქვენი ადგილმდებარეობა და თქვენსა და მდევარ შორის დაინახოთ მერე რა მანძილი არის ასევე რომ გადმოვიწერთ აპლიკაციას შესვლის დროს უნდა გავითვალისწინოთ როცა ერთი GPS-ი შევიძინეთ და ერთი GPS-ით შევდივართ დიდი საშუალებით უნდა შევიდეთ დიდი საშუალებით და არა ასე ავტორიზაცია სახელის საშუალებით. ამაზე უნდა დავაყენოთ. მერე ხშირად ეშლებათ ხოლმე აქ არის რუკები ჩამონათვალი და ჩვენ გვინდა Google მაპი და არა სხვა რუკა. სხვა რუკაზე თუ დავაყენეთ არ გვაჩვენებს ისე როგორც საჭიროა ნორმალურად დაგვიწერთ ჩინურად. მერე შეყვავს აქ ამ გრაფაში როგორც არის დიდი რო იწყება პირველი 86 06 ბოლომდე ქვემოთ შეყვავს პაროლი 1-დან 6-ის ჩათვლით 1 2 3 4 5 6 და შევდივართ. რო შევალთ მოწყობილობაში შიგნით მენიუ გამოიყურება ესეთნაირად. პირველ რიგში რუკას ესე დავაწვევით, გვაჩვენებს სახლებს, ყველაფერს რა როგორანაირად. რო დავაწვევით მეორე ისევ მეორეჯერ გვაჩვენებს ცეტრფონს რა. შემდეგი ეხლა აღნიშნავ რომ მე ვიმყოფები ჩინეთში და ამას VPN-ი ჩართვა უნდა ტელეფონი მერე ნელი მუშაობს, ჭედავს. შესაბამისად ამას არ ვთავ. თქვენთან საქართველოში ესე იქნება. მოძრაობის დროს აი ესე აი, ხედავთ, მწვანე ფერად დაგიხაზავთ რა. რომ გამოძრაობთ GPS. აქ აწერს სტაციონარული და რომ მოძრაობს მაგასაც გიწერს რა. აწერს ბატარეა რამდენ პროცენტზე არის, აწერს 5 წამიან განახლებაზე მიყენია ეხლა. შემდეგი ქვემოთ
სანიშნეს რომ დავაწვევით, სანიშნეზე ეს არის თქვენი GPS-ის ადგილსამყოფელი, გაჩვენებთ, მანძილს გაჩვენებთ რამდენი მეტრში არის და როცა დავაწვევით ტელეფონს, აგვაჩვენებთ ჩვენს ადგილსამყოფელს, რა თუ სადა ვართ ჩვენ. შემდეგი, ეხლა რა გვაქვს აქ, პლუსი და მინუსი მოახლოება, დაშორება, გასაგები არის ნასტროიკებში, მენიუში რა გვაქვს. მენიუში გვაქვს ვიბრაციის ფუნქცია, ჩვენ შეგვიძლია აუწიოთ ესე 6-მდე იწევა 7, 8, 9. კარგი. 4, 5, 6, 7, 8, 9. არ ვიცი ხმა ისმის თუ არა. აიცე კიდე ერთხელ. ძლიერი ვიბრაცია არ აქვს, მაგრამ არის ვიბრაცია რა. შემდეგ ელექტროშოკის გამოყენება, ვიბრაციას დავაწვევით და მერე ბრძანებას მივცემთ და ესე იგი ვიბრაცია არის, ელექტროშოკს რო დავაწვევით, ბრძანებას მივცემთ. კარგი და დენსურ ტყავს, აფრთხილებს ესე და მერე დენსურ ტყავს. შემდეგ ხმოვანი სიგნალი. კარგი გავაგზავნეთ. ხმოვანი სიგნალი იგზავნება ესე. ძაღლის გაწვრთნის თვალსაზრისით შეგვიძლია ხმოვანი სიგნალი გამოვიყენოთ, მერე ვიბრაცია გამოვიყენოთ, მერე ელექტროშოკი გამოვიყენოთ, ეს ფუნქციები აქვს. მარშრუტის ფერებს ერთი GPS-ის შემთხვევაში ვერ ვაყენებთ, მარტო ერთ მოწყობილობაზე არ ყენდება, როცა რამოდენიმე GPS-ი გვაქვს დაჯგუფებული, მაშინ ყენდება. შემდეგი პოზიციონირების რეჟიმი. გვაქვს ჩვენ 5-წამიანი განახლებით, 10-წამიანი, 30-წამიანი, 5-წუთიანი და ესე შემდეგ 12 საათის განმავლობაში. 12 საათი თუ საქონელზე გამოვიყენებთ, მაგ შემთხვევაში ძაღლის მოძებნა ხმოვანი სიგნალით, გავაგზავნით ბრძანებას და GPS-ი ღერის. სიტყვაზე ან დავდეთ მანქანაში, ან სადღაც ჩანთიდან ამოგვივარდა ჩართულ მდგომარეობაში და ვერ ვიპოვეთ სად არის, ვერ დავინახეთ, ისეთი ფერი არის, კი უნდა დავინახოთ, მაგრამ თუ ვერ ნახეთ, ახლოს რომ მივალთ 10 მეტრის რადიუსში, მერე ზუსტად ადგილსამყოფელს არ გვაჩვენებს, რაც თომილება აქვს 10-15 მეტრზე. გვერდზე რო გვიდევს, ახლა რო გამოვალ, ხო? მანძილს მიწერს 3 მეტრი, 4 მეტრი თამაშობს რა. გავაგზავნით ამ ხმოვანს და შესაბამისად ადვილად იპოვით თუ სად არის GPS-ი. ღამის ნათება, ეს ამას აქ ესეთი ფარი, ესე ანათებდეს იქნება, როცა ღამის ნათებაზე დავაყენებთ. შემდეგ დისტანციურად გადატვირთვა, თუ GPS-მა გაჭედა და ჩვენს ადგილსამყოფელს არასწორად გვაჩვენებს, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია დისტანციურად გადავტვირთოთ. დაბალი სიმძლავრე ეს როგორც ტელეფონებზე ისე არის. შეგვიძლია ეს დავაყენოთ, როცა ბატარეა ჯდება, დაბალ სიმძლავრეზე ჩამოვიდეთ და მასე დავაყენოთ, რომ ნაკლები ელემენტი მოიხმაროს რა. მოწყობილობის გამორთვა ჩართვა, თუ რას ნიშნავს ეს? ამას რო გადმოვუთავთ აქეთკენ, კარგის მივცემთ და ეს ღილაკი რო გადმოირთვება აქეთ, GPS-ი დაიბლოკება და კნოპკიდან ვერ გავთიშავთ. სიტყვაზე გავუკეთეთ მდევარს, შემთხვევით რომ არ გამოირთვოს ამ ადგილას, ახლა ეს შიგნით შემთხვევით ვერ გამოირთვება, მაგრამ ვინმე რომ მოხსნას და გამორთვა დააპიროს ან რამე, ვერ გამოირთვება, იმიტომ რომ დაბლოკილი გაქვთ აპლიკაციიდან, თუნდაც სიმბარათი ამოიღოს, მაგ შემთხვევაში გამორთავს, მაგრამ რაღაცა დროის მერე ხო უნდა ჩადოს სიმბარათი, რო ჩადებს სიმბარას, თქვენ ეს ისევ გექნება დაბლოკილი. თუ კარგად ერკვევა, ამას თავს გაართმევს, მაგრამ აქ თავის ხრიკები, თუმცა მაინც GPS შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ, ვნახოთ, დაუბლოკოთ GPS-ი და ვერ გამოიყენოთ, ასე რომ მოიპარავთ სხვი GPS, მაინც არ გამოგადგებათ. აი ახლა მე კნოპკას რო დავაწვევით, აი ხედავთ თქვენ რომ არ ითიშება. აი ვაწვევი მე ახლა კნოპკას და არ ითიშება. ამ შემთხვევაში ესე რომ ვაწვევით კნოპკას და არ ითიშება და თუ ვინმე მსგავსი რამე დააპირა, ჩვენ შეგვიძლია ეს ტელეფონში ვნახოთ, ანუ ხო დავბლოკეთ ეს რეჟიმი, შემდეგ ამას აქვს მენიუში ესეთი ჩამონათვალი. აი აქ შევდივართ და აგერ ხედავთ. SOS სიგნალი შემოდის თქვენთან, რომ ვიღაცა ცდილობდა GPS-ის გამორთვას. აი აქ
მოწყობილობის, აი SMS-ის გასაგზავნივით რო არის რა. აქ შემოდის აი ესეთი შეტყობინება. SOS სიგნალი. ამას მიაქციეთ ყურადღება. შემდეგი გავყვეთ თანმიმდევრობით. ეს გასაგებია, ეხლა გადმოვთოთ ეს ისე უკან, რომ შევძლოთ მე GPS-ის გამორთვა. ასევე ქვემოთ, აი აქ რაც წერია ინგლისურად. Android-ის ტელეფონი შეიძლება სხვანაირად ეწეროს. სულ ეს ორი რაღაც არ არის ნათარგმნი, iPhone-ებზე სხვანაირად. ამას რო გადმოვთავთ აქეთკენ შემოკარგებო, მაგ შემთხვევაში, როცა ძაღლი დაიყეფება, ხო? ტელეფონი გამორთულ მდგომარეობაში ჩაკეცილი რო გქონდეს, რა ქვია, ეს პროგრამა და გვედოს ჯიბეში, ხო? ანუ გამოვედით მენიუდან, ხო? მაგ შემთხვევაში ტელეფონზე შემოგდის როგორც ზარი ისე. იწყებს ტელეფონი ყვირილს რა, როგორც სიგნალიზაცია ჩაირთო თითქოს ესეთი შემთხვევა არის და მაგის მერე ამ ადგილას, ამას ძაღლის გადაადგილებას, რაც ახლა აი მწვანე ფერში არის, გაჩვენებთ წითელ ფერში, რომ ძაღლი იყეფება. ესეთი დეტექტორის ფუნქცია აქვს ამას. გადმოვთავთ ახლა ამასაც უკან. შემდეგ მოწყობილობის გადატვირთვა, ორი სახის გადატვირთვა აქვს. ადმინის ნომერში აუცილებლად ღია სივრცეში უნდა ვიმყოფებოდეთ. ღია სივრცეში, არა ოთახში, არა მანქანაში, დახურულ სივრცეში LBS აქვს, ცუდი მიღირო. ღია სივრცეში ჩავწეროთ უნდა ადმინის ნომერი. თქვენ ხართ ადმინისტრატორი. თქვენი ტელეფონის ნომერი არის ადმინის ნომერი. თქვენ რა ნომერსაც იყენებთ, თქვენ რა ნომერიც გიდევთ ტელეფონში. ეს არის ადმინის ნომერი. ამას მივაქციოთ ყურადღება, ამაზე ხშირად შეცდომას ვუშვებთ ხოლმე. თქვენი ტელეფონის ნომერს, რომლიდანაც გინდათ ხოლმე რომ დარეკოთ GPS-ზე. მაგ ნომერს ჩავწერთ. შეგვიძლია ჩავწეროთ სასურველი არის +995 და მერე რაც არის ნომერი სიტყვაზე 599 და გავაგზავნებთ ბოლომდე ნომერს, ხო? შემდეგ ვაძლევთ ბრძანებას კარგი, ნომერი შეინახება, რო დავრეკავთ GPS-ზე. GPS-ი გვიპასუხებს ავტომატურად, თქვენს მიაწვდით იქით მდევარს ხმას, აქეთაც გაიგებთ მდევრის ხმას. ეს არის დროის დაყენება, ამას მაგალითად იყენებენ ზოგიერთები საქონელზე, შეგიძლიათ დააყენოთ სიტყვაზე ღამის 12 საათიდან დილის 8 საათამდე მისცეთ ბრძანება პოზიციონირების რეჟიმზე. დააყენოთ სიტყვაზე 12 საათიანზე და ესეთ შემთხვევაში ამ ნასტროიკებს ესე რომ დავალაგებთ, GPS-მა იმუშაოს 25 დღემდე. შევწევა ეს არ ვიცი, მოწყობილობის ინფორმაცია. მოწყობილობის ინფორმაციაში რო შევდივართ, აი აქ ზემოთ წერია სახელი, თქვენ ხედავთ. ზემოთ რო წერია სახელს რო დავაწვევით, მერე დავაწვევით აი ამას ესე და აქ შეგვიძლიათ ეს ამოვშალოთ და მდევრის სახელი ჩავწეროთ სურვილის შემთხვევაში. შემდეგი პაროლის შეცვლა, შეგვიძლიათ შევიდეთ, ჩავწერთ ძველი პაროლი, ახალი პაროლი, დადასტურება. დანარჩენი კიდე რა გვაქვს ახლა ჩვენ ეს ნასტროიკებიდან მოვჩით, ხო, ჩამონათვალში რაც არის. ახლა რა გვაქვს აქ? აქ გვაქვს მარშრუტის ისტორია. დღევანდელი დღის მარშრუტის ისტორია შეგვიძლია ვნახოთ. აი ესე გვაჩვენებს მარშრუტის ისტორიას, ინახავს 90 დღის მარშრუტის ისტორიას. აი ესე გვაჩვენებს და ესე უნდა გვაჩვენოს ამან ნადირობის დროსაც ტყე და ყველაფერი. შემდეგ თუ სიტყვაზე დღევანდელი არა გუშინდელი, მერე საბაჟოზე დავაყენებ და შეგვიძლია თარიღი მიუთითოთ, რომელი დღის და ესე შემდეგ და ვნახავთ ამას. ასევე გვაქვს კიდე ერთი რაღაცა საინტერესო, ღობე შეგვიძლია კონკრეტული ტერიტორია მოვნიშნოთ. დავაწვეთ ესე პლუს, გავადიდოთ ეს სიტყვაზე რაღაც რადიუსზე. შევინახოთ ეს ყველაფერი და ამ რადიუსიდან რო გავა წარდგენას დავაწვევით, შევინახავთ ამ მონაცემებს, ამ რადიუსიდან რო გავა სიტყვაზე ძაღლი, შემოგვივა SOS სიგნალი ისევ. შემდეგი SOS სიგნალი შემოდის აი აქ, როგორც გითხარით. შემდეგი რეპორტი. რეპორტში რა ხდება? აქ შეგვიძლია ნახოთ გარბენი. მონაცემები მიუღებელია. გარბენს სიტყვაზე დღეს რო ვინადირეთ და ვიარეთ 2 დღის მერე თუ 3 დღის მერე ზუსტად არ მახსოვს, შეგვიძლია ვნახოთ თუ რამდენი კილომეტრი ირბინა ძაღლმა რა. დანარჩენი აი ეს ნავიგაცია, ეს რაღაცები ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენთვის არ არის გათვლილი. ეს ბრენდი ასევე უშვებს მანქანებისთვის GPS და ეს მანქანებისთვის არის გათვლილი რა. ეს არის აქ, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა, განსხვავება ამ ახალ GPS-სა და ძველ GPS შორის არის ის, რომ ამას აქ ვიბრაციის ფუნქცია დამატებული, რო დავრეკავთ, იქითაც ვიგებ და აქეთაც ესმის ჩვენი ხმა. შემდეგ ამას აქ, როცა ძაღლი იყეფება, აი ეს ფუნქცია, რომ
შეგვიძლია დავინახოთ შორსაც რო იყოს ზაღლი და დაძდებდეს ნადირს, არაა საჭირო დარეკვა და მოსმენა, ისედაც მივხვდებით აპლიკაციის საშუალებით, როგორც გითხარით, აქ აჩვენებდეს იქნება წითლად, ამ ადგილას აჩვენებდეს იქნება წითლად, ხმებს რო გამოსცემს. სამ რაღაცაში არის სულ სხვაობა რა. ვიბრაცია დაამატეს, დარეკვის დროს შეგვიძლია ორმხრივად კომუნიკაცია, ასევე აღსანიშნავია, რომ ხმოვანი სიგნალი შეგვიძლია აქეთაც მოვისმინოთ, იქითაც გაუგზავნოთ და სულ ეს არის რა. შეგვიძლიათ მოგწეროთ, ერთწლიანი გარანტიით აქვს ჩვენ ეს. არის როგორც გითხარით სამხედრო ფერში და არის ასევე ეხლა მეორე პარტია გამოუშვეს უკვე ესეთი. პირველად მე რო ვიყავი საწყობში და ვიდეო რო ჩავწერე, იქ გამოუშვეს იმ დღეს 2000 წელი და მეორეჯერ გამოუშვეს უკვე ესეთი ვარიანტები. თუ რისთვის გაუკეთეს ეს რეზინი, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, აი როგორც ტელეფონის ჩასადებები არის, ხო? სხვადასხვა გვარი, რომ დავარდეს ტელეფონი და დაიცვას, მაგ თვალსაზრისით არის გაკეთებული ესეც, იმიტომ რომ იყო შემთხვევები დავარდნიათ GPS-ი და შემდეგ მიღება დაუკარგია. აი ეს სიტყვაზე მეტლახზე და ბეტონზე რო დაგივარდება და გაგივარდება ხელიდან, ზიანდება GPS-ი. ამიტომ მივიდნენ ამ დასკვნამდე, რომ გაეკეთებინათ ეს. აბა ყველა წარმატებულ სეზონს გისურვებ და წარმატებული ნადირობები.